იყო და არა იყო რა. შეიძლება ერთხელ ან თუნდაც ძალიან ბევრჯერ შენც მოხვდე შობის ღამეს შუამთის მონასტერში და მაშინ საკუთარი თვალით ნახავ და თავად იგრძნობ ამ ღამის ჯადოსნურ ძალას. როდესაც უღრან ტყეში ჩაფლული მონასტრის თავზე შობის ვარსკვლავი გაბრწყინდება, სიკეთისფრად ააციალებს ნისლში გახვეულ ტაძარსა და ეზოში ბებერი ხეების თოვლით დახუნძლულ ტოტებს. ამ ღამეს მართლაც ყველაფერი საოცარია და შეიძლება პაწია ჯადოსნური ნაპერწკალი შენს ოთახში შემოფრინდეს, რათა ცალი თვალით შეგაჭყიდოს ჭუჭრუტანაში, საიდანაც მოსჩანს თუ როგორ რთავენ მონაზვნების საშობაო ნაძვისხეს. აბა როგორ? საშობაოდ ხომ ნაძვისხე აუცილებლად უნდა მოიკაზმოს, რომ შობის ღამეს საჩუქრად დახვდეს ყველა ჩვენგანის გულში შობილ ღრმა იესოს. შეიძლება ისიც დაინახო თუ როგორ შეუკეთებს აგუზგუზებულ ფეჭში შეშის ნაჭერს მონასტრის სტუმარი პატარა გოგონა, რომელსაც დედა იოანა სარკმელში გაახედებს, მონასტრის მადლით დათოვლილ ეზოს დაანახვებს და საშობაოს ზღაპარს მოუყვება. ერთხელ დიდი ხნის წინათ ეს ზღაპარი მეც მიამბო დედა იოანა. იმდენი ხნის წინათ, რომ მისი მონათხრობი კარგად აღარც მახსოვს, თუმცა ჩემს გულში მაინც ჩაიბეჭდა საშობაო ნაძვისხის ამბავი და გამეხარდება თუ მას შენც გაიგებ, თუნდაც ისე, როგორც ამ წუთას მე მაგონდება. საშობაო ნაძვისხის ამბავი. ბეთლემში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც პატარა იესო დაიბადა, სამი ხე იდგა: ფინიკის, ზეთისხილის და ნაძვის. უხვად მოესხა ფინიკის ხეს ტკბილი ნაყოფი, ამაყად იდგა და თავს იწონებდა. მოკაზმულიყო ზეთისხილის ხეც. სამკაულებივით ბზინავდნენ ტოტებზე მწიფე ზეთისხილები. მათ გვერდით ნაძვის ხეს ნიავი ურხევდა ტოტებს და წყნარად აჩხარუნებდა მწვანე წიწვებში შემალულ გირჩებს. და აი ქრისტე შობის იმ ბედნიერ ჯადოსნურ ღამეს, ცაზე შობის ვარსკვლავი გაბრწყინდა. ნაძვის ტოტზე შობის ჩიტი შემოსკუპდა მახარობლად და წკრიალახმით ჩაარაკრაკა საშობაო სიმღერა. ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო. სადაღაფრეს ხეებმა ტოტები მადლობის და სიხარულის ნიშნად. რაც კარგი და ძვირფასი მაქვს, ყველაფერი შენ მიბოძე უფალო და შენვე მოგართმევ ჩემს გემრიელ და ტკბილ ნაყოფს. შეზძახა ფინიკმა და მიართვა თავისი წვენი ყრმა მაცხოვარს. სიამოვნებით დაიხედა ტოტებზე ზეთისხილის ხე. უყოყმანოდ და უკლებლივ დათმო თავისი მბზინავი ზეთისხილები და სიხარულით სავსე გულით უძღვნა თავისი სიმდიდრე ახალშობილ იესოს. უფლის სიყვარულით გულანთებულმა შეარხია ტანი მწვანე ნაძვის ხემაც და უცებ სევდიანად დაუშვა ტოტები. მე რა მივართვა ღვთაებრივ ღრმას. ჩხლეტია წიწვებისა და ხმელი გირჩების მეტი არაფერი მაბათია. მხოლოდ ციყვებს თუ არ გეფრამეს. ვერ მივეახლები უფალს, არაფერი მაქვს მისთვის. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა ნაძვის ხემ, რომ უფალი თითოეული ჩვენგანის გულს კითხულობს და ჩვენი სინანული არასოდეს რჩება შეუმჩნეველი. შეიტყო შობის ღამეს ნაძვის ხის დარდი ახალშობილმა მაცხოვარმა. შეიწყნარა მისი სინანული, ასწია პატარა ხელი და ასე აკურთხა:
ამიერიდან მუდამ ქრისტეშობის ღამეს ნაძვის ხეს ექნება უამრავი საჩუქარი უფლისათვის. და ჰოი საოცრებავ, მოერთო და მოიკაზმა, 1000 ფერა დაელვარდა, განათდა და გაბრწყინდა ღვთაებრივი მადლით ნაძვის ხე. უფლის მიმართ მის გულში არსებული სიყვარული ჯადოსნო რაღკაზმულობად იქცა და ერთი ჩვეულებრივი ნაძვი საშობაო ნაძვის ხედ გადაიქცა. მას შემდეგ მუდამ ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ირთვება და იკაზმება ნაძვის ხე. სახლში შენ ცხოვრთავ სულითა და გულით, სიყვარულითა და სიხარულით. მრავალ წელს მოურთე უფალს ლამაზად ნაძვის ხე და მიართვი შენი გულის სითბო და სიყვარული. მე კი დაგემშვიდობები. იმედია, შენს გულშიც ჩაიბეჭდა საშობაო ნაძვის ხის ამბავი და თუ გინდა სხვებსაც უამბე, როგორც დაგამახსოვრდა ისე. შობა ახალ წელს გილოცავთ. ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებთ ყველას, ჩემო საყვარელო პატარებო და დიდებო. თქვენი ანი ბრეგვაძე. იყო და არა იყო რა.